ყველაზე საშიში გზები მსოფლიოში. $1979 წელს ავსტრალიურმა როკ ჯგუფმა AC/DC ლეგენდარული ალბომი Highway to Hell გამოუშვა, რომელშიც ამავე სახელწოდების სიმღერა ჩერდა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, როგორ გამოიყურება ავტობანი ჯოჯოხეთისკენ, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ. მოგესალმებით სამყაროში, რომელშიც თქვენი ავტომობილის ნავიგაცია მარშრუტის კალკულაციას კი არ აკეთებს, არამედ წარმატებებს გისურვებთ და გემშვიდობებად. სამყაროში, რომელშიც საჭის ერთი არასწორი შემოbrunებაც 64-ისკენ მიმავალ კიბეზე შეგავლენებთ. There's a feeling I get when I look to the west and my spirit is crying for leaving. დიახ, სწორად მიხვდით. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩვენი ვიდეო არათუ ავტომობილებს, არამედ მათი არსებობის მიზეზს, საავტომობილო გზებს შეეხება. თუმცა არც იფიქროთ, რომ ასფალტის ხარისხსა და გზატკეცილებზე უნდა ვისაუბროთ. ვიდეოში თქვენი ხილავთ მარშრუტებს, რომელთა გადალახვაც ნიანგებით სავსე ტბის გადაცურვაზე სულ ოდნავ საფრთხოა. მოკლედ, თუ სჯობს სიცოცხლეს ან ნაზრახს სიკვდილის სახელოვანი თქვენი სლოგანია, მაშინ ღვედი შეიკარით, რადგან ახლა გზიდან უნდა გადაუხვიოთ. თუმცა სანამ მაგას ვიზამთ, ხომ გახსოვთ, რა თქვა ფრენკლინ დელანო რუზველტმა, ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეს, კრისტალ ავტოს ვიდეოს გამოტოვება. და ის რომ არ მოხდეს, გამოგვიწერეთ. დაელოდეთ ვიდეოებს ყოველკვირეულად. ახლა კი ნამდვილად დავიძრათ. კუანდინსკის ხიდი ციმბირში. თუ იმ ტიპის მძღოლი ხართ, რომელსაც ვიწრო ქუჩაზე შემხვედრი ავტომობილის გასადარებლად უკუსვლა პანიკურ შეტევას მართებს. უკანას სიჩქარეში ჩავაგდე. არა, ხელი არაფერს ახლო. მაშინ იმიერ ბაიკალეთის მხარეში მოგზაურობისგან თავის შეკავებას გირჩევდით. და თუ ქართველი იუთუბერების კვალდაკვალ გულით ციმბირსა და ყინულებისკენ მიგიწევთ, მაშინ მდინარე ვიტიმს მაინც მოერიდეთ. რატომ? იმიტომ რომ 1980-იან წლებში მასზე დროებითი ხიდი ააგეს და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ნორმალური საავტომობილო გადასასვლელის აშენება საჭირო აღარ იყო. სწორედ ასე შეიქმნა კუანდინსკის ხიდი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ადრენალინის მაძიებელი ავტომოყვარულებისთვის. ამ 570 მეტრიანი კონსტრუქციისათვის ხიდის დაძახებით ალბათ ყველა თავმოყვარე ხიდს შეურაცხყოფას ვაყენებთ. თუმცა ფაქტია, ის თავის საქმეს ჯერჯერობით შესანიშნავად ასრულებს და საკმარისად მამაცი მძღოლები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადახავს. მიუხედავად ამისა, ჩათვალეთ ეს დანაღმული ველია, რომელზეც ერთი არასწორი მოძრაობაც მანქანას თავს ისეთ წიუ მდინარეში ამოაყოფინებს, რომელიც ღამის მეფესაც ცხელ ჩაის მოანდობებდა. ხიდის სიგანეში სულ 2 მეტრია. ეს სივრცეა, რომელზეც მხოლოდ ავტომობილი, სინანული და შიში ეტევა. ცხადია, დამცავი ჯებირები არ არსებობს, რადგან სიკვდილი ციმბირის ველურ ბუნებაში ჩვეულებრივი ამბავია. ალბათ გაიფიქრეთ, როგორ შეიძლება ასეთი საშიში მარშრუტით სარგებლობაო. ამაზე ადგილობრივ ხელისუფლებაშიც დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, რომ ხიდიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მეორე ხიდი აეგოთ და კუანდინსკის გადასასვლელით სარგებლობა ეკრძალათ. უბრალოდ ერთი პრობლემაა. ახალ ხიდზე გადასვლა მხოლოდ მატარებელს შეუძლია. შესაბამისად, ადგილობრივ მძღოლებს ახლა მდინარის გადამკვეთი ამ ერთადერთი საშუალების რემონტიც კი საკუთარი სახსრებისა და აკრძალვის დარღვევის ხარჯზე უწევთ, რაც ხიდს უსაფრთხოებას ნამდვილად არხმატებს. ერთი სიტყვით, პიტერ ჯექსონს ბეჭდების მბრძანებელი ციმბირში რომ გადაეღო, გენდალფი და ბალროგი ერთმანეთს კუანდინსკის ხიდზე შეებრძოლებოდნენ. ჩრდილოეთ იუნგას გზა.
თუ ციმბირულმა ხიდმა შეგაშინათ, მაშინ ამ შემთხვევაში თავიდანვე გეტყვით, რომ ბოლივიაში მდებარე ჩრდილოეთი უნგას უღელტეხილს მოფერებით სიკვდილის გზასაც ეძახიან. როგორც აღმოჩნდა, გზა მიღმიერ სამყარომდე სულ 50 კილომეტრის სიგრძისაა და ის დედაქალაქ ლაპას კორიოკოსთან აკავშირებს. თუ გზატკეცილის აშენებამდე რიკოთის უღელტეხილის გადავლა გაფრთხობდათ, მაშინ ბოლივიის დედაქალაქისკენ მიმავალ ამ არც თუ მოკლე გზას ნუ დაადგებით. ჩრდილოეთი უნგას საწყისი წერტილი ლაკუმბრეს უღელტეხილის ზღვის დონიდან 4650 მეტრზე მდებარეობს. ეს საკმარისი სიმაღლეა საიმისოდ, რომ ტურისტს ყურების დაგუბება და თავბრუსხვევა დაეწყოს. ცხადია, თქვენს მოგზაურობას არც ერთი მათგანი არ დაეხმარება. ლაკუმბრედან გზა ამაზონის ცხელ და ტენიან ჯუნგლებში უნდა გაიგვალოთ. ეს კი თავს ჯოჯოხეთში მოხვედრილი დანტეს მსგავსად გაგრძნობინებთ. თუმცა ცნობილ წარწერას ნუ დაუჯერებთ და იმედებით არ გაიღოლეთ. თუ ტოპგიარის სტაჟიანი გულშემატკივარი ბრძანდებით, მაშინ გემახსოვრებათ, თუ როგორ მიიკვლევს გზას ბოლივიის ჯუნგლებში სამი ვარსკვლავი: ჯერემი კლარკსონი Range Rover-ით, ჰამონდი Land Cruiser-ით, ხოლო ჯეიმს მეი Suzuki SJ413-ით. დიახ, ეს სწორედ ეგ გზა. თავად გზა საშუალოდ 3-4 მეტრი სიგანისაა. მის ერთ მხარეს კლდოვანი კედელია აღმართული, მეორე მხარეს კი უფსკრული, რომელშიც გადაჭეხვასაც ძალიან იღბლიანი ადამიანიც ვერ გადაურჩება. ცხადია, დამცავ-ჯებირებს აქაც ვერ შევხვდებით, რადგან ბოლივიელებს ჩარლზ დარვინი ძალიან უყვართ და ბუნებრივი გადარჩევის შესახებ მის თეორიას ბოლომდე ენდობიან. ისტორიულად, ახალი მაგისტრალის აშენებამდე წელიწადში ამ გზაზე 200-დან 300 ადამიანამდე იღუპებოდა. შესაბამისად, გზის პირას განლაგებული ჯვრები არ უნდა გაგიკვირდეთ. მათი დანიშნულება მიცვალებულთათვის პატევის მიგების გარდა, ცოცხლებისათვის ერთი მშვენიერი ანდასის შეხსენებაცაა. გრძელი გზა გაიარე, შინ მშვიდობით მიდიო. ცხადია, წვიმების სეზონზე უნგას გზით წასვლა თვითმკვლელობის მცდელობაა, რადგან ასე დროს ის ტალახიან ლაბირინთად იქცევა, სადაც ერთი არასწორი მოძრაობაც ჰანს ციმერის დრამატული მუსიკის გარეშე მეფელომის აი ამ კადრში მოგახვედრებთ. როგორც აღვნიშნეთ, დღესდღეობით ქალაქებს ახალი, უსაფრთხო გზატკეცილი აკავშირებს, თუმცა მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინსტაგრამის ერთი კარგი პოსტის გამო სიცოცხლის სასწორზე დადებას არ ერიდებიან. ბოლოს კი როგორც ნიცშე იტყოდა, როდესაც უფსკრულში იყურები, უნდა იცოდე, რომ უფსკრულიც შემოყურებს. ჩრდილოეთი უნგა სწორედ ასეთი უფსკრულია. ის გიზიდავს და გაიძულებს იფიქრო იმაზე, თუ რამდენად აფასებ შენს სიცოცხლეს. თუ ეს ვიდეო 1000 ლაიქზე ავა, გათამაშება ჩაირთვება. მაშ ფერად ზაფხულს კიდევ ჩვენი ილუსტრაციებით გაფორმებული მაისური მაგრად მოუხდება. ამიტომ დალაიქე ვიდეო, დაწერე კომენტარი და ჩვენ 5 საუკეთესოს აი ამ საჩუქარს გადმოგცემთ. აბა ვნახოთ რა გამოვა. კარნალის გზატკეცილი. ვერნერ ჰერცოგმა 1982 წელს ეპიკური სათავგადასავლო დრამა ფიცკარალდო გადაიღო, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ორთქმავალი გემის მთაზე გადატანას ცდილობს. თუ ეს ფილმი გინახავთ, მაშინ კარნალის გზატკეცილის ხასიათსაც მარტივად გაიგებთ. ეს ადგილია, სადაც ადამიანის უსაზღვრო ამბიცია გეოლოგიურ სისასტიკეს ეჯახება. კარნალის გზატკეცილი საფრთხის შემცველ მარშრუტად ოფიციალურადაა გამოცხადებული. სახელმწიფო დაუმრავლესობაში, როგორც წესი, ეს გზის დაკეთვას ეროვნულ სკანდალსა და დაპატიმრებულ მშენებლებს ნიშნავს, თუმცა ნეპალი დანარჩენ სამყაროს არაფრით გავს. აკაურები მანქანაში უბრალოდ საგზალსა და ნიჩაბსდებენ და ქვისთვის თავის შესაშვერად ჯიუტად მიემართებიან. თუმცა ცხადია, საქმე მხოლოდ სიჯიუტეს არ ეხება. ეს ერთადერთი გზა, რომელიც კარნალის რეგიონს გარე სამყაროსთან აკავშირებს. ჰერაკლიტე ამბობდა, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ადამიანი ფეხს ორჯერ არასდროს დგამს.
ფილოსოფოსი გულისხმობდა, რომ მდინარე მუდმივად ცვალებადია. ამ პარამეტრს კარნალის გზაც აკმაყოფილებს, რადგან ერთ დღეში შესაძლოა კონკრეტულ მონაკვეთში გზა დაბლა რამდენიმეჯერ ჩაიწიოს. ყოველდღიურად აკასობით ავტომობილი იჯდება და მძღოლები რამდენიმე ასეული მეტრის დაფარვას საათებს ანდომებენ. სიტუაცია ზოგჯერ თითქმის ისეთი გაუსაძლისიც კი ახულმე, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე პიკის საათში. ცხადია, მთელ ამ შოუს შესაძლოა მოულოდნელად წყალმოვარდნა ან ქვათა წვენა დაემატოს და მთელი ეს გამოცდილება რუსულ რულეტად აქციოს. წვიმაში ციცაბო დაღმართზე ჩამოწოლილი მიწისა და წყლის ნაკადები გზისკენ მიიწევს და მძღოლებისთვის ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი ლოცვაა. ყოველ წელს ამ ვიწრო დერეფანში 100-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ხსნა კი არსად ჩანს. რესურსი, რომელიც ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მუდმივად იხარჯება, სიზიფე შრომაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჰიმალაის მთები მუდმივად გვახსენებს, რომ აქ ადამიანების გაჩენამდე იყვნენ. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ნეპალის მთავრობა კორუფციასთან ბრძოლით გამორჩეულ ხელისუფალთა შორის ადგილს ნამდვილად არ იკავებს. მოკლედ, ცუდი გზაა რა. პანლუგის გზა. თუ კარნალის დერეფანმა ძღოლის გამბედაობა და მოთმინების უნარი უნდა გამოცადოს, ჩინეთში კუნლუნის მთებში მდებარე პანლუგის გზა თავარი გამოცდა მასზე გამვლელის მუცლისთვისაა. კუნლუნის მთათა სისტემას ჩინურ მითოლოგიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. ეს ტაოიზმის სამოთხეა. ადგილი, სადაც დასავლეთის დედა-დედოფალი ცხოვრობს. თუმცა თუ სამოთხემდე მისასვლელი გზა 180 გრადუსიანი მოსახვევებითაა სავსე, ალბათ ჯობს ისევ ადგილობრივებს ვენდოთ, რომლებიც მოფერებით პანლუგს ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას ეძახიან. პანლუგის გზა კუნლუნის დიდებულებას მშვენივრად ეხმიანება. ზემოდან რომ დახედოთ, იფიქრებთ, რომ მთებზე გიგანტური, ვერცხლისფერი ჩინური დრაკონია გაწოლილი. ამ მიმართულებით მაღალი გამავლობის მქონე მანქანის გარეშე გამგზავრება ცეცხლთან თამაშია. ხოლო თუ ჩვენ განორჩევას მიიღებთ, უმჯობესია ეს ავტომობილი Toyota Hilux-ი ან Land Cruiser იყოს. პიკაპები, რომლებიც ომს არ უშინდებიან, როგორმე უღელტეხილის გადაკვეთასაც გადაიტანენ. სხვათა შორის მათ ჩვენ ვიდეოც მივუძღვენით, რომლის ნახვაც ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ შეგიძლიათ. თქვენი აზრით, რამდენ მოსახვევს აერთიანებს 75 კილომეტრიანი გზა? 50? 100? არა ბატონებ, ეს 600 მოსახვევიანი გზატკეცილია, რაც ყოველ კილომეტრზე საშუალოდ 880 გრადუსიან მოსახვევს ნიშნავს. ამ შემთხვევაში წინა გზებიდან განსხვავებით, 2019 წელს გზის ახალი საფარის დაგების შემდეგ ტრაგიკული შემთხვევების რიცხვი საკმაოდ დაბალია. შესაძლოა იფიქროთ, რომ ამის გამო პანლუგის ჯოჯოხეთური გზის წოდება ოდნავ გადაჭარბებულია, თუმცა როცა მესამე იუს ფორმის მოსახვევს მიადგებით და გააცნობიერებთ, რომ გზის ნახევარი ძლივს გაიარეთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდებით. პანლუგის გზის გავლა რითმული, თითქმის ჰიპნოზური გამოცდილებაა, რომელიც იმ კოშმარს გავს, რომელშიც რაღაც მოგდევთ და მთელი სიჩქარით გაქცევას ცდილობთ, თუმცა სინამდვილეში ადგილიდან საერთოდ არ იწვრით. და თუ გსურთ, რომ თავი ისე იგრძნოთ, თითქოს გუშინ დრაკონმა შეგჭამათ და ახლაც მის მუცელში ხართ, მაშინ კუნლუნის მთები გელიან. ახლა კი დრო აკვლავ ყინულებს დავუბრუნდეთ. თუმცა სანამ მაგას ვიზამთ, ხომ გახსოვთ ნიცშეს სიტყვები, რაც არ გკლავს გვაძლიერებს. კრისტალ ავტოს გამოწერა არ გკლავს. გამოგვიწერეთ და გაძლიერდით. დალტონის გზატკეცილი ალასკაში. თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ სამყაროს ზედმეტად გადატვირთული, სასტიკი და ხმაურიანია, მაშინ თქვენთვის ერთი შესანიშნავი ადგილი გვაქვს შემონახული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიმს დალტონის გზატკეცილზე, ალასკაში. ეს გზა პანამერიკული გზატკეცილის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან სრულდება, რომელიც თავის მხრივ სირთულით ალბათ ჩვენი პლანეტის მაქსიმალური დონეა. თუ კუამდინსკის ხიდი ჯენგას კოშკის აწყობის ხარისხის კონცენტრაციას მოითხოვდა
დალტონის გზატკეცილი 666 კილომეტრიანი დუელია ყინულისა და ქარიშხლების დაუნდობელ ღმერთთან. 3-6-იანი ხომ სათანის ნიშანია ბატონო. რა სათანაგას? თუ ბავშვობაში მულტფილმი ბალტო გინახავთ და გსურთ ამ ლეგენდარული ძაღლებით გამბედავი და მამაცი ყოფილიყავით, შეგიძლიათ ჩაჯდეთ სატვირთოში ან პიკაპში და დალტონის გზას დაადგეთ. თუმცა პარალელურად ილოცეთ, რომ უეცრად გამათბობელი მწყობრიდან არ გამოვიდეს. ამ ტერიტორიის სტატისტიკა ცალკე ხელოვნებაა. 666 კილომეტრზე მხოლოდ 3 დასახლება შეგვხვდებათ, რომელთა ჯამური პოპულაციაც შესაძლოა ადგილობრივი დათვების რაოდენობას ჩამოუვარდებოდეს. შესაბამისად, 3-ია ბენზინ-გასამართის სადგურების რაოდენობაც. თუ ერთ-ერთ მათგანს გამოტოვებთ, შეგიძლიათ ანდერძის წერა დაიწყოთ, ხოლო თუ დალტონის ელექტრომობილით დაპყრობაზე დაფიქრდით, მაშინ ამ ძალური აგრეგატის პრობლემებზე ჩვენი ვიდეო იხილეთ და გთხოვთ. რამე ნაკლებად უსაფრთხო საქმე მონახეთ. გონიათ, გზის საფარი მაინც არის მოწესრიგებული. მთელი მონაკვეთი ასფალტის, გრუნტის, თოვლისა და ყინულის ნაზავია, რომლის ნებისმიერი მეტრიც შესაძლოა სიურპრიზს გიგზადებდეთ. დალტონი ბოლივიისა და ჩინეთის უღელტეხილებისგან განსხვავებით, ძღოლის მოკვლას მკვეთრი მოსახვევებითა და თვალუწვდენელი უბსკრულებით არ ცდილობს. ის მას ფსიქოლოგიურ ტერორში ატარებს და ყოველწამს ახსენებს, რომ აქ ყველაფერი მის გაქრობასა და თოვლის სქელ ფენაში ჩამარხვას ცდილობს. ცხადია, ზამთარი აქ კატასტროფულია, თუმცა გაზაფხულზე მარშრუტი კიდევ უფრო უცნაური ხდება. როცა ყინული დნება, გზის გარკვეული სექციები შესაძლოა უბრალოდ მდინარეებად იქცეს და სატვირთოს ნავიგაცია უსასრულო დაღლახში მოგიწიოთ. თუ გაიჭედებით, როგორ გონიათ, სამაშველო სამსახურში დარეკავთ და რამდენიმე წუთში მოგაგითხავენ? დალტონის გზატკეცილზე ეს უიშვიათესი ფუფუნებაა. ბოლოს კი თუ თქვენ წინ ოკეანე გადაიშლება, შეგიძლიათ თქვათ, რომ დედამიწაზე ყველაზე მარტოსული და ცივი გზის კლანჭებიდან გამოწვერით. ბაიბურტ D915 ბოლოს კი ჩვენს სამეზობლოში გადმოვინაცვლოთ და ეს საპატიო სია საფინალო ბოსით თურქეთის ტრაპიზონის პროვინციაში მდებარე ბაიბურტ D915 დავასრულოთ. 2015 წელს მსოფლიოს ყველაზე საშიში გზის ტიტული ბოლივიის იუნგას გზასწორედ თურქებმა წაართვეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ის არის, რომ თუ აქამდე ჩამოთვლილი ადგილების დიდი ნაწილი ტურისტული ატრაქციონი უფროა. D915 სტანდარტული, ყოველდღიურ მოხმარებაში მყოფი გზაა, რომელზეც ადგილობრივები ყველანაირი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ამ მაგისტრალის ისტორია ისეთივე პირქუშია, როგორც მისი რეპუტაცია. ის 1916 წელს ტრაპიზონის კამპანიის დროს რუსებმა იძულებითი შრომის გამოყენებით გაიყვანეს. საბჭოთა დისიდენტური ლიტერატურის საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, დასაქმებულთა უფლებების სრული უღულებელყოფისა და დიდი მსხვერპლის ხარჯზე თებში გზა სისხლითა და ოფლით გაიჭრა. ამ 106 კილომეტრიანი კოშმარის მთავარი მონაკვეთი დერებაშის მოსახვევებია. აქ ერთმანეთის მიყოლებით 29-180 გრადუსიან მოსახვებზე ვსაუბრობთ, რომელიც ჯოჯოხეთურ დაღმართზეა შეფენილი. ეს მონაკვეთი იმდენად ვიწროა, რომ დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები ერთი მანევრით მოხვევას უბრალოდ ვერ ახერხებენ და 300 მეტრიანი ხრამის გასწვრივ ქირურგიული სიზუსტის მოძრაობების კეთება უწევთ. ცხადია, როგორც სხვა შემთხვევებში, უსაფრთხოების ჯებირები აქაც არ არის, რადგან თურქ მძღოლებს მსგავსი მაიმუნობების უბრალოდ არ სჯერათ. ამას კი უღელტეხილისათვის დამახასიათებელი ნისლიც ემატება, რომელიც ზოგჯერ იმდენად სქელია, რომ ავტომობილის ცხვირის მიღმა რამის შემჩნევა შეუძლებელია. თუ ამ მარშრუტს, რომელიც ჩვენგან არც ისე შორს არის, წარმატებით დაძლევთ, სამახსოვრო სუვენირს არავინ გაჩუქებთ. თქვენ უბრალოდ მთების შიშითა და პერიოდული კოშმარებით დაჯილდოვდებით. ისეც ასე. ამ ვიდეოში გავიარეთ სანახევროდ დამპალ ხიდზე,
მაღალმთიან ჯუნგლებში, ქვათა წვენაში, ლაბირინთებსა და თოვლის ქარიშხლებში, თუ ამ მოგზაურობამ რამე გასავლათ, ალბათ ეს ის არის, რომ კაცობრიობა სიტყვა შეუძლებელთან ნამდვილად ვერ მეგობრობს. ვიდეოში განხილული მარშრუტები უბრალოდ საშიში გზები როდია. თითეული მათგანი ადამიანის სიჯიუტის მონუმენტია. სიჯიუტის, რომელიც გვაიძულებს შევებრძოლოთ 8000 მეტრიან თაგრეხილებს. გადავლახოთ ადიდებული მდინარეები, გავიაროთ გაუვალ ჯუნგლებში და დანიშნულების პუნქტამდე მაინც მივახციოთ. მაინც. ბოლოს კი სანამ დაგემშვიდობებით, განფიქრდით, თბილისური საწობები მეტისმეტად კომფორტული და უსაფრთხო ხომ არ არის, ჩვენ ჯუნგლები გვირჩევნია.